მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გავარჩევთ ლიტკოდის ნომერ პირველ ამოცანას. ამოცანის სახელია 2 რიცხვის ჯამი. მოდი გავიაროთ პირობა. ამოცანა გვაძლევს ორ მონაცემს, პირველი არის მასივი, რომელსაც სახელად ქვია ნამსი და მეორე არის სამიზნე რიცხვი, რომელსაც ქვია ტარგეტი. და ამოცანა გვეკითხება, რომ ვიპოვოთ ინდექსები, ორი ინდექსი, ისეთი რომ ამ ინდექსებზე განთავსებული რიცხვების ჯამი წარმოადგენდეს სამიზნე რიცხვს. გავიაროთ მაგალითი. თქვათ, ნამს მასივი წარმოადგენს ესეთ მასივს. 4 ელემენტიან, სადაც გვაქვს 4 ელემენტი, 2, 7, 11 და 15 და სამიზნე რიცხვი არის 9. ამ შემთხვევაში პასუხი, როგორც ხედავთ, არის 0 და 1. რატომ? რადგანაც რიცხვები განთავსებული ამ ინდექსებზე, ანუ ნულოვან ინდექსზე განთავსებული რიცხვი, რომელიც არის 2 და პირველ ინდექსზე განთავსებული რიცხვი, რომელიც არის 7, ამ რიცხვების ჯამი წარმოადგენს სამიზნე რიცხვს. 2/7 არის სამიზნე რიცხვი. ეს არის სულ ამოცანა, რასაც გვეკითხება, თუმცა გვაწვდის დამატებით პირობას. მოდი განვიხილოთ რა არის ეს დამატებითი პირობები. პირველი არის, რომ ყველა მოცემულ მონაცემს, რასაც ჩვენ მოგვაწვდიან, ანუ ლიტკოდი, როგორც ჩვენ წინა ვიდეოში ვნახეთ, ბევრ test case-ზე ტესტავს ჩვენს ამოცანას. აქ გვეუბნებიან, რომ ის ყველა test case-ი, რაზეც ჩვენი ალგორითმი გაიტესტება, ექნება აუცილებლად ერთადერთი ამონახსნი, ანუ არც ერთზე მეტი და არც ერთზე ნაკლები, ზუსტად ერთადერთი. და მეორე დამატებითი პირობა არის, რომ ეს როცა დავშალე, სამით. მეორე დამატებითი პირობა არის, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ერთი და იგივე ელემენტი ორჯერ. აი ხარ ეს ნაშნავს ეს. ამის გასარკვევად მივადგეთ მეორე მაგალითს, ხო? მეორე მაგალითში გვაქვს 3 ელემენტიანი მასივი მოცემული და პირველი ელემენტი არის 3, შემდეგ 2, შემდეგ 4 და სამიზნე რიცხვი არის 6. ეხლა ჩვენ შეიძლება პასუხი ვიფიქროთ, რომ იყოს მაგალითად 0, 0. რას ნიშნავს? რომ ავიღოთ ნულოვან ინდექსზე მყოფი რიცხვი 3, დავამატოთ ამას ისევ ნულოვან ინდექსზე მყოფი რიცხვი, რომელიც არის 3 და მივიღებთ სამიზნე რიცხვს, რომელიც არის 6. თუმცა ამოცანა გვეუბნება, რომ ესეთი შემთხვევა არ არის დაშვებული. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი და იგივე რიცხვი ორჯერ. ეხლა ეს ერთი და იგივე რიცხვი შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს და სწორედ ამიტომ არის მესამე შემთხვევა, მესამე მაგალითი მოცემული. ეხლა აქ როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ორ ელემენტიანი მასივი მოცემული, სადაც პირველი ელემენტი 3-ია და მეორე 3 და პასუხი გახლავთ 0 და 1. ანუ მივხვდით იმისა, რომ ორივე რიცხვის მნიშვნელობა არის 3, ანუ ერთი და იგივე, ჩვენ მაინც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს, რადგანაც ეს არის ორი განსხვავებული რიცხვი, ანუ ორ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რიცხვი. ანუ როცა ამოცანა ზემოთ გვეუბნება, რომ არ გამოვიყენოთ ერთი და იგივე ელემენტი, აქ არ გულისხმობს ამ ელემენტის მნიშვნელობას, არამედ გულისხმობს მის პოზიციას. ანუ ჩვენ როცა დავაბრუნებთ პასუხს, რომელიც იქნება ორი ცალი ინდექსი, ანუ თქვათ რაღაც ინდექსი i და რაღაც ინდექსი j, ამას როცა დავაბრუნებს ჩვენი ალგორითმი, i არ უნდა უდრიდეს j-ს. ანუ როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში ეს პირობა ირღვევა, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ i უდრის j-ს, ამიტომ ეს არ არის ვალიდური პასუხი, თუმცა აქ i, ანუ მარცხენა ინდექსი არ უდრის j ინდექსს, შესაბამისად ეს არის დასაშვები პასუხი. მიუხედავად იმისა, თუ რა მნიშვნელობის ელემენტი დგას ამ კონკრეტულ ინდექსებზე. კარგით, მოდი ახლა გავასუფთავებ, რაც დავწერე და გადავიდეთ ამონახსზე. ერთი დამატებითი პირობა რაც არის, გვეუბნებიან, რომ ეს ინდექსები შეგვიძლია დავაბნოთ ნებისმიერი მიმდევრობით. ანუ აქ მაგალითად პასუხი არის 0, 1, თუმცა თუ ჩვენი ამოცანა დავაბნებს 1, 0-ს, ესეც დასაშვები პასუხი, ანუ არ არის მაგალითად მოთხოვნა, რომ პირველი ინდექსი იყოს მეორე ინდექსზე ნაკლები, არამედ მსგავსი. როცა პასუხს ვიპოვით, შეგვიძლია ნებისმიერი მიმდევრობით დავაბნოთ 1, 0 ან 0, 1. ორივე პასუხი იქნება მისაღები. კარგით. მოდით ახლა გადავიდეთ უშუალოდ ამონახსზე. პირველი ამონახსნი, რაც შეიძლება აქ მოვიფიქროთ, გამოიყურება შემდეგი. ვიპოვოთ ყველა შესაძლო წყვილი, რაც შეიძლება მოცემული მასივიდან შედგეს. ახლა რას ნიშნავს ეს ყველა შესაძლო წყვილი? მოდი განვიხილოთ პირველი მაგალითის შემთხვევაში. ვთქვათ, მოცემული მასივი გვახლავს 2, 7, 11 და 15. ყველა შესაძლო წყვილი ნიშნავს ესეთ რამეს. ვიღებთ პირველ ელემენტს და განვიხილავთ ყველა შესაძლო წყვილს, სადაც პირველი ელემენტი შეიძლება იყოს მარცხენა ელემენტი. ამ წყვილში, ახლა ეს რას ნიშნავს? 2 და 7, 2 და 11
2 და 15. ხო? ამის გარდა სხვა წყვილი არ არსებობს, სადაც მარცხენა ელემენტი იქნება 2 და მარჯვენა ელემენტი ნებისმიერი სხვა მასივის ელემენტი. აქ როგორც ხედავთ, მე გამოვტოვე 2 2, ანუ თავისავთ ან წყვილი, რადგანაც ამოცანამ გითხრა, რომ ეს პასუხი არ არის დასაშვები. შესაბამისად, ამ кейსებს ჩვენ არ განვიხილავთ. მოკლედ, ყველა შესაძლო წყვილი ეს პირველი ამონახსნი იქნება, რომ ჩვენ ვიპოვით ყველა შესაძლო წყვილს, ყველა ელემენტისათვის და შემდეგ გარანტირებული იქნება, რომ ერთ-ერთი აქედან იქნება პასუხი. რატომ იქნება ეს გარანტირებული? რადგანაც გვეუბნებიან, რომ ამოცანას აქვს ზუსტად ერთ-ერთი ამონახსნი. ამიტომ ჩვენ თუ განვიხილავთ ყველა შესაძლო ამონახსს, ხო? ყველა შესაძლო წყვილს, რომელიც არის ყველა შესაძლო ამონახსნი, მაშინ გარანტირებული გვექნება, რომ ამ ამონახსნებიდან ერთ-ერთი იქნება აუცილებლად პასუხი. კარგით. მოდი ახლა განვიხილოთ უშუალოდ ეს ალგორითმი, როგორ გამოიყურება Python-ზე. გვაქვს პირველი for ციკლი, სადაც გვაქვს აღწერილი ცვლადი i, რომელიც იღებს ყველა მნიშვნელობას რანგში მაქსიმუმ მასივის სიგრძისა. ეხლა ვისაც ეს range არ გეცნობათ, მოდი უცებ გავიაროთ, რას აკეთებს. range ფუნქცია იღებს, სამ რიცხვს იღებს, თუმცა შეიძლება გადავცეთ ერთი რიცხვით, ამ შემთხვევაში ჩვენ გადავცებთ ერთ რიცხვს და რას აკეთებს? აი თქვათ გადავეცით მაგალითად 4-იანი, ხო? ამ შემთხვევაში იქნება 4, რადგანაც სიგრძე ჩვენი მასივისა, რომელსაც გვეუბნებს len ფუნქცია, წარმოადგენს 4-ს, რადგანაც გვაქვს 4 ელემენტი. ეხლა როცა ჩვენ 4-ს გადავცემთ range ფუნქციას, ის დაგვეუბნებს რიცხვებს დაწყებული 0-დან 4-მდე, ოღონდ არა 4-ის ჩათვლით, ანუ დაგვეუბნებს 0-ს, 1-ს, 2-ს და 3-ს. შესაბამისად დაგვეუბნებს ყველა ინდექს მოცემული მასივისა. როგორც ვიცით, მასივის ინდექსირება იწყება 0-დან და მაქსიმალური ინდექსი, რაც გვაქვს მასივში, არის სიგრძეს გამოკლებული 1. ანუ შესაბამისად ეს იქნება 0, 1, ეს არის 1, მიუხედავად იმისა, რომ 2 იანს გავს, ეს 2 და ეს 3. ხო? ანუ რა გამოდის, რომ ეს i ცვლადი მიიღებს მნიშვნელობებს 0, 1, 2 და 3. ყველა მნიშვნელობას, ყველა ინდექს, შესაძლო ინდექს მოცემული nams მასივისა. შემდეგ ვაკეთებთ ზუსტად იგივეს, ოღონდ ამჯერად ჩვენ ავხსნით ცვლადს j-ს. მოდი ეს აქ დავშალოთ, რომ j-ს არ ჩამოეფაროს. შესაბამისად j ცვლადით ეს ხომ იყო i. j ცვლადიც მიიღებს ზუსტად იგივე მნიშვნელობას. ანუ კოდი, რასაც დავწერთ მეორე for-ის ტანში, ანუ ბადიში, აქ i და j-ს ექნება ყველა შესაძლო მნიშვნელობა, რაც შეიძლება კონდეს კომბინაციას მოცემული მასივისთვის. რას ნიშნავს ეს კომბინაციას, ხო? ანუ გვექნება აქ, თქვათ, თავიდან გვექნება 0, 0, შემდეგ გვექნება 0, 1, შემდეგ გვექნება 0, 2, 0, 3, შემდეგ როცა უკვე j მიაღწევს 3-ს, გადავალთ ისევ i-ში, გვექნება 1, შემდეგ 0, 1, 1 და ასე შემდეგ. მოკლედ, ამით შევძლებთ, რომ i და j მიუთითებდეს, ეს ხო ინდექსებია i და j, მიუთითებდეს ყველა შესაძლო კომბინაციას, ორ რიცხვიან კომბინაციას, ანუ წყვილს, რაც შეიძლება შედგეს მოცემული მასივიდან. კარგით. ახლა რას აკეთებს ჩვენი ალგორითმი? პირველ რიგში ამბობს, რომ i არ უნდა უდრიდეს j-ს. ახლა ეს საიდან გამომდინარეობს? გამომდინარეობს ამოცანის პირობიდან, სადაც გვეუბნება ამოცანა, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ელემენტი, ანუ ერთი და იგივე ინდექს ელემენტი გამოვიყენოთ ჩვენ წყვილის შესაქმნელად. შესაბამისად, ისეთი შემთხვევები, სადაც i-ც და j-ც ერთი და იგივე ელემენტზე მიუთითებს, მაგალითად 0, 0, ან მაგალითად 1, 1, ესეთი кейსები ჩვენ არ გვაინტერესებს. შესაბამისად, მხოლოდ ვაგრძელებთ ლოგიკას, თუ i არ უდრის j-ს. კარგით. მოდი ეს ცოტა გავასუფთავოთ და ნახოთ, რას ვაკეთებთ ამის შემდეგ. მოკლედ, ვიღებთ მარცხენა რიცხვს, ანუ ჩვენი მიზანია ყველა შესაძლო წყვილის გამოთვლა, ხომ ასეა? წყვილი, როგორც ვიცით, შედგება ორი რიცხვისგან. ეს არის მარცხენა, left და მარჯვენა, ანუ right. კარგი. ეხლა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული i-j კომბინაციისთვის, რომელსაც ეს ფუნქცია, ეს ნაწილი კოდის სეგმენტი სრულდება, მარცხენა რიცხვი წარმოადგენს nams მასივის iur ელემენტს, ხოლო მარჯვენა რიცხვი nams მასივის j ელემენტს, ხო? კარგით, ეხლა შემდეგ რა პირობას ვამოწევთ? თუ მარცხენა რიცხვს, ანუ iur ელემენტზე მდგომ რიცხვს დავუმატებთ მარჯვენა რიცხვს, ანუ j ელემენტზე მდგომ რიცხვს და მივიღებთ სამიზნე რიცხვს, აღმოჩნდა, რომ მივაგანით პასუხს, ანუ ვიპოვეთ ისეთი წყვილი, სადაც ამ ინდექსებზე მყოფი რიცხვები, ანუ left number და right number წარმოადგენს მათი ჯამი სამიზნე რიცხვს. შესაბამისად, პასუხი ნაპოვნია და დავუბრუნებთ ამ ინდექსებს i, j. აქ როგორც ვთქვით, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავუბრუნოთ j, i
i, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ამოცანა გვეუბნება, აი აქ ცხადად, რომ შეგვიძლია პასუხი დავუბრუნოთ ნებისმიერ მიმდევრობით. კარგით. მოკლედ, ეს არის ცულ როგორ მუშაობს. ახლა ბოლო ნაწილი აქ თქვენ ნახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია უბრუნებს -1 ეს შემთხვევა არასოდეს არ შესრულდება. და პრინციპში ეს არც არის აუცილებელი, რადგან თუ არაფერს დააბრუნოს ფუნქცია, დასაბრუნებელი მნიშვნელობა, როგორც მოგეხსენებათ, იქნება none. მოკლედ ეს ნაწილი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არც არის საჭირო. და პრაქტიკულად არასდროს არ შესრულდება, იმიტომ რომ გვეუბნება ამოცანა, რომ აუცილებლად არსებობს ერთადერთი ამონახსნი. შესაბამისად, ამ ლოგიკით ვიპოვით ამ ამონახსნად დაბრუნდება i და j. კარგით. ახლა მოდი ვნახოთ კონკრეტული შემთხვევაში როგორ იმუშავებს ეს ალგორითმი. ავიღე აქ სხვა მასივი, ეს არ არის იგივე მასივი, რაც მოცემულია მაგალითში, იმიტომ რომ მაგალითში მოცემულ მასივის შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად დაამთავრებდა ეს ალგორითმი მუშაობას და მინდა რომ ისეთი შემთხვევა განვიხილოთ, სადაც ცოტა მეტი მუშაობა მოუწევს ჩვენს ალგორითმს. მოკლედ, თავიდან რა მოხდება? მოდი გავყვეთ ამ ალგორითმს ნაბიჯ-ნაბიჯ, ხო? თავიდან i მიიღებს ნულოვან მნიშვნელობას და შემდეგ j ასევე მიიღებს ნულოვან მნიშვნელობას. ჩვენი if, რომელიც გვიწერია აქ მე-6 ხაზზე, ასეთ შემთხვევას გამორიცხავს, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ. შესაბამისად, ეს for ციკლი, მეორე for ციკლი გაზრდის i-ს და i გახდება 1. ეხლა რა ხდება? left number, ანუ მოდი შემოკლებით დავწეროთ left number, იქნება ნამსხიური, i არის 0, შესაბამისად, ნულოვანი ინდექსზე მყოფი რიცხვი, ანუ 2. ანუ left number მიიღებს მნიშვნელობას 2. right number არის j პოზიციაზე, ანუ j ინდექსზე მყოფი რიცხვი. შესაბამისად, მოდი შემოკლებით დავწეროთ rn, right number, იქნება 1 ინდექსზე მყოფი რიცხვი, რაც არის ამ შემთხვევაში 11. ეს არის 11, ვიცი რამდენად გავს 11-ს. მაგრამ ეს. მოკლედ, შემდეგ ვამოწმოთ პირობას, რომელიც არის მეათე ხაზზე. არის თუ არა მარცხენა რიცხვს დავუმატოთ მარჯვენა რიცხვი, სამიზნე რიცხვის ტოლი. ამ შემთხვევაში სამიზნე რიცხვი გვაქვს ჩვენ მოცემული 9. 11-ს დავუმატოთ 2 ცხადი არ არის 9 და არის 13. ამიტომ ეს რეთანს არ ვასრულებთ, ანუ არ გვიპოვიათ ჯერ პასუხი. კარგით. ეხლა გავაგრძელოთ, მოდი. რა მოხდება ამის შემდეგ? ამას დავშლით. ამის შემდეგ, როგორც ნახეთ, ეს კომბინაცია კონკრეტულად i და j-ს, ანუ 0-1 არ იყო პასუხი, შესაბამისად, მეორე for-ი გადადის შემდეგ ელემენტზე, რაც იქნება ამ შემთხვევაში 2, ანუ იყო 0, შემდეგ მიიღო 1 მნიშვნელობა, ახლა მიიღო 2. ეხლა რა ხდება? left number-ი იგივე ლოგიკით იქნება 2-იანი, იმიტომ რომ i-ურ ინდექსზე მყოფია. right number იქნება ამჯერად უკვე j არის მიუთდებს 2, შესაბამისად 2-იან ინდექსზე მყოფი ელემენტი, რომელიც გახლავთ 3, არის 3. ეხლა ჩვენი შემოწმება if statement-ი ამბობს, რომ 2-ს დავუმატოთ 3 არის თუ არა 9, არ არის, შესაბამისად პასუხი არ გვიპოვნია. ანუ ბრუნდებით ისე for-ში. ეხლა როცა დავბრუნდებით for-ში, for-ი გაზრდის ჩვენს ცვლად j-ს 1-ით და ნაცვლად 2-ისა გახდება 3. კარგით, ეხლა ვნახოთ რა იქნება right number, ეს იქნება ისევ 2-იანი, რადგანაც i უდრის 2-ს. უბრალოდ პოზიციით left number იქნება 2-იანი. right number ეს იქნება j პოზიციაზე მყოფი, ანუ მესამე ინდექსზე მყოფი, რომელიც გახლავთ 7, არის 7. ეხლა ჩვენი შემოწმება აქ ამბობს, რომ 2-ს დავუმატოთ 7 არის თუ არა 9, დიახ არის, შესაბამისად გვიპოვნა პასუხი და დავაბრუნოთ ამ შემთხვევაში პასუხი, რომელიც იქნება 0 და 3. ხო? რადგანაც ნულოვან ელემენტს დავუმატოთ მესამე პოზიციაზე მყოფი ელემენტი წარმოადგენს სამიზნე რიცხვს. კარგით, ეს არის მოკლედ პირველი ამონახსნი, ეხლა განვიხილოთ მეორე ამონახსნი. მეორე ამონახსნი ეყრდნობა შემდეგ დაკვირვებას. აი წარმოიდგინეთ, თქვათ ჩვენ გავდივართ ამ მასივს, ანუ რაღაც i ცვლადი გვაქვს მოცემული, რომელიც იღებს ყველა მნიშვნელობას, ყველა ინდექსს მოცემული მასივის, ანუ იწყებს 0-დან, შემდეგ მიდის 1-ზე და ასე შემდეგ. ბოლო შემთხვევაში იქნება length გამოკლებული 1, ხო? და ის ახლა სადღაც რომელიღაც პოზიციაზე დგას, აი თქვათ დგას, აი მაგალითად ამ პოზიციაზე, ხო? რომელიც იქნება 0, 1, 2, 3, 4. ანუ 4-ზე დგას ჩვენი i ცვლადი. ეხლა ჩვენ დავსვათ ესეთ შეკითხვა. იყო თუ არა ისეთი რიცხვი მოცემულ პოზიციამდე, ანუ რა პოზიციებიც უკვე გამოვიარეთ, ამ შემთხვევაში გამოვიარეთ პოზიციები, უბრალოდ 0, 1, 2, 3, ანუ კონკრეტული i-ისთვის იყო თუ არა ისეთი პოზიცია, რაც არის i-მდე, ანუ i-ს არ უდრის და i-ზე ნაკლებია,
რომ მაგ პოზიციაზე ყოფი რიცხვი, რომ დავუმატოთ აი პოზიციაზე მყოფ რიცხვს, მივიღებთ targets. თუ ესეთი რიცხვი იყო უკვე, მაშინ ავიღებთ მაგ პოზიციას, თქვათ რაღაც J პოზიცია არსებობდა, სადაც აი პოზიციაზე, სადაც ეხლა ვართ, დავუმატოთ J პოზიციაზე მყოფი და J არის ნაკლები აი-ზე. რიცხვი მივიღებთ სამიზნე რიცხვს. მაშინ გამოდის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი J იქნება პასუხი. ანუ თუ ჩვენ შევძლებთ, რომ მასივის გავლისას როგორღაც შევინახავთ ინფორმაციას იმ რიცხვების შესახებ, თუ რაც შეგვხვდა, ხო? შემდეგ შეგვეძლება, რომ მოცემულ აი პოზიციას როცა ვართ, ვკითხოთ ჩვენს ალგორითმს, ან თუ ჩვენ მონაცემთა სტრუქტურას ამას ვნახავთ, რომ იყო თუ არა იქ ისეთი რიცხვი, რომელიც, როგორც წეღან თქვით, რომ დავუმატოთ მიმდინარე რიცხვს, მივიღებთ სამიზნე რიცხვს. აი ამ დაკვირვებაზე არის დაყრდნობილი მეორე ამონახსნა. და როგორც აღმოჩნდა, არსებობს ესეთი მონაცემთა სტრუქტურა, რომელსაც ქვია hash tables, რომელიც დაგვეხმარება ამ შემთხვევაში ზუსტად ამის გასაკეთებლად. ანუ hash table Python-ში არის dictionary, წარმოადგენს ესეთ რამეს. ყველა hash tables აქვს key და value. ანუ რაღაც key და შემდეგ value, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ორივე იქნება მთელი რიცხვი. და ახლა რა შეუძლია ამ ჩვენს მონაცემთა სტრუქტურას? აი თქვათ დავარქვათ რაღაცა hash table. თქვათ მივანიჭოთ რაღაც ნიშნულობა, ხო? ამ hash table-ში ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ key, მაგალითად შეგვიძლია შევინახოთ 5-იანი, ხო? იმიტომ რომ თქვათ აქ შეგვხვდა და შეგვიძლია შევინახოთ მისი პოზიცია, თქვათ 1-იანი. და შემდეგ როცა თქვათ გადავალთ სხვა ელემენტზე, შეგვიძლია ამ ჩვენს მონაცემთა სტრუქტურას hash tables ვკითხოთ. არის თუ არა ელემენტი, რომლის key-ს გახლავთ 5, შეგვხვედრია თუ არა, ანუ არის თუ არა ამ hash table-ში ესეთი ელემენტი. და hash table-ის სიკარგე იმას მდგომარეობს, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია ამაზე მოკლედ პასუხი გაგვცეს, ხო? ანუ ერთის მხრივ თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ როცა აი პოზიციაზე ვარ, შემიძლია ესე გავცე კითხვას პასუხი, რომ წავიდე უკან, ანუ დავიწყო მეორე ცვლადი J, გავიარო ყველა ელემენტი და შევამოწმო ხელით, ხო? მაგრამ ეს იქნება ცხადია უფრო ნელი, ვიდრე რომ გქონდეს რაღაც მონაცემთა სტრუქტურა, რომელშიც როცა მივდივართ, ანუ გავდივართ ამ მასივს, ამ მონაცემთა სტრუქტურებში ჩვენ ვამატებთ ყველა ელემენტს და შემდეგ, როცა დაგვჭირდება, ვეკითხებით ამ მონაცემთა სტრუქტურას, ანუ dictionary-ს, გაქვს თუ არა კონკრეტული ჩვენთვის საძიებო რიცხვი და ეს მონაცემთა სტრუქტურა გვიპასუხებს სწრაფად. უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ რომ დაგვეწყო აი პოზიციიდან და წავსულიყავით ნულოვანი პოზიციისაკენ და შეგვემოწმებინა ყველა რიცხვი, ხო? კარგით, მოდი ახლა ვნახოთ უშუალოდ ამონახსნი, როგორ გამოიყურება ამის Python-ში და გავარჩევთ იქ დეტალურად ეს როგორ მუშაობს. ნუ პირველ რიგში შემოგვაქვს hash table, ანუ dictionary და როგორც მოგეხსენებათ, Python-ში ჩვენ dictionary-ს ვქმნით ორი ფიგურული ბრჭყილით. კარგით, შემდეგ შემოგვაქვს for ციკლი, სადაც გვაქვს ცვლადი i, რომელიც წინა ალგორითმის გავსად იღებს ყველა მნიშვნელობას 0-დან დაწყებული 1, 2, ასე შემდეგ მასივის სიგრძეს გამოგლებულ 1-მდე, ხო? კარგით. ამის შემდეგ ნახოთ რას ვაკეთებთ. შემოგვაქვს პირველი ცვლადი left number. ანუ ჩვენ როგორც ვიცით, ვეძებთ წყვილს, ხო? და როგორც წეგან აღნიშნეთ, წყვილში გვაქვს left number და right number. ახლა უშვებთ, რომ თქვათ left number, ანუ ამ საძიებო წყვილის მარცხენა რიცხვი არის მოცემული რიცხვი. ხო? აი თქვათ ამ შემთხვევაში მოდი განვიხილოთ, თქვათ i არის 3 და ვნახოთ, რაც წარმოადგენს ეს, ხო? i არის 3, შესაბამისად left number ამ შემთხვევაში იქნება 11. ავიღოთ ახლა რა არის right number. Right number უნდა იყოს ისეთი, რომ როცა მარცხენა რიცხვს, თქვათ ამ შემთხვევაში თუ არის 11, მაშინ ისეთი უნდა იყოს ეს right number-ი, რომ როცა დავუმატებთ 11-ს ამ right number-ს, მივიღოთ target-ი, ხომ ასეა? შესაბამისად ამ შემთხვევაში right number საძიებო იქნება -2, რადგანაც 11-ს დავუმატებთ -2-ს, მივიღებთ საძიებო 9-ს, ხო? ამ შემთხვევაში right number იქნება ზუსტად -2 და შემდეგ ვნახულობთ ესეთ რამეს. გვაქვს თუ არა -2 ჩვენს dictionary-ში, ანუ ჩვენს hash table-ში, აქამდე თუ ჩაგვიმატებია. თუ ჩაგვიმატებია, ნიშნავს, რომ როცა აი იყო 3, 3-მდე სანამ მოვიდოდა, სადღაც წავაწყდით ჩვენ -2-ს. თუმცა აგრეთვე როგორც ხედავთ, ეგ არ არის შემთხვევა, ანუ ჩვენ არ წავწლომივართ -2-ს, შესაბამისად ეს იქნება false და გადავდივართ შემდეგ შემთხვევაზე, რომელიც არის, რომ
თუ არ გვიპოვნია, მაშინ ვინახავთ ინფორმაციას, რომ ამ კონკრეტულ რიცხვს, ანუ ნამს იური რაც არის, ამ შემთხვევაში 11, შევხვდით ამ ნამს იურს და მისი პოზიცია იყო i. ანუ რა შეინახება ჩვენს დიქციონარიში? Key იქნება 11 და მისი შესაბამისი value იქნება 3. კარგით. ეხლა მოდი ვნახოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ალგორითმი როგორ იმუშავებს და უფრო უკეთ გავიგებთ. კარგით, ნუ თავიდან შემოგვაქვს hash map-ი. რასაც ხედავთ აქ, ნუ დავარქვათ h შემოკლებით. თავიდან ეს არის ცარიელი. კარგით, ამის შემდეგ გვაქვს for ციკლი, სადაც i ცვლადი გვაქვს შემოღებული, რომელიც თავიდან იქნება 0, შემდეგ 1 და ასე შემდეგ მასივის ბოლო ელემენტის ინდექსამდე, ხო? კარგი, მოდი თქვათ აქ შემოვიღოთ უდრის 0-ს, რა ხდება? შემოგვაქვს მარცხენა ცვლადი, left number, რომლის მნიშვნელობა არის მიმდინარე iur ინდექსზე მყოფი ელემენტი. ანუ ჩვენ როგორც ვიცით, ვეძებთ წყვილს, ხო? ისე წყვილს, სადაც ერთ რიცხვს დავუმატოთ მეორე რიცხვი, ანუ left numbers, დავუმატოთ right number-ი, ეს იქნება target-ი, ხო? ეხლა აქ არის დაშვება, რომ left number-ი ამ წყვილისა არის მიმდინარე ელემენტი. შესაბამისად, left number იქნება 1. ეხლა right number იმისათვის, რომ ერთიანი იყოს left number-ი, მაშინ რა უნდა იყოს right number-ი? Right number უნდა იყოს 8, რადგანაც 1-ს უნდა დაემატოს 8 და ამით მივიღებთ 9-ს, ხო, რაც არის target-ი. შესაბამისად, right number ამ შემთხვევაში იქნება 9-ს გამოკლებული 1, ანუ 8. შემდეგ რას ვაკეთებთ? ვამოწმებთ, რომ ამ 8-ს წავაწყდით თუ არა. ნუ ეხლა დავიწყეთ სიარული, პირველ ელემენტზე ვართ, შესაბამისად, ჩვენი hash map-ით ცარიელია და მასში არანაირი რიცხვი და მას შორის არც 8 არ არის, ხო? შესაბამისად, არ გვიპოვია ამას ნიშნავს და გადავდივართ else ბლოკში, სადაც ვინახავთ ჩვენს hash map-ში მიმდინარე რიცხვს. ანუ აღვნიშნავთ, რომ ესეთი რიცხვი, ან left number, ანუ რაც იყო ნამს იური, შეგხვდა ნამდვილად მასივის გავლისას და რომ მისი ინდექსი არის i. ანუ მასივში მოხდება ეს, უბრალოდ მასივში არა, ამ ჩვენს hash map-ში ჩაიწერება ახალი ელემენტი, რომლის key-ც იქნება ნამს იური, რა არის ნამს იური? ერთიანი და რომლის value იქნება i. რა არის i ამ შემთხვევაში? 0. კარგით. შემდეგ გადავდივართ, მოდი კიდევ ერთი იტერაცია გავაკეთოთ. ამის შემდეგ გადავდივართ, ნახულობთ, რომ i არის 1. ნუ 1 არის ინდექსი, შესაბამისად left number 1-ის ნაცვლად იქნება 5, right number ეს იქნება 9-ს გამოვაკლოთ 5 და შესაბამისად 4. ნახულობთ, გვაქვს 4-იანი, ანუ წავაწყდით აქამდე 4-იანს. ნუ დავამოწმებთ ამას ჩვენ საშტეებში, ნახულობთ, რომ აქ ესეთი key არ არსებობს, მხოლოდ არის key, რომლის მნიშვნელობაც არის 1. და შესაბამისად ვინახავთ მიმდინარე რიცხვს, ანუ ვამბობთ, რომ 5-იანს წავაწყდით და რომ მისი ინდექსი იყო 1. ნუ ახლა ეს გაგრძელდება, რადგანაც არც ერთი რიცხვი, სანამ 7-მდე არ მივალთ, არ არის ვალიდური. მოდი ახლა გავაგრძელოთ, ისევ იგივე როარ გავიმეორეთ, მოკლედ 5-იან შემდეგ გადავართ 2-იანზე, შესაბამისად 2-იანსაც შევინახავთ ამ hash table-ში, შემდეგ გადავალთ 11-ზე, 11-საც შევინახავთ, იმიტომ რომ მისი მეწყვილი არ არის, არ შეგხვედრია მის მარცხნივ. აქ ჩავწერთ 3-იანს, რადგანაც 11-ის ინდექსი გახლავთ 3. ამის შემდეგ ისევ ჩავამატებთ 32-ს, რადგან არც მისი მეწყვილი არ გვაქვს მოცემულ მასივში, 32-ის ინდექსი იქნება 4. და ახლა მივედაკით საინტერესო მომენტს, ხო? როცა ჩვენი ინდექსი i გახდა 5. ახლა ნახოთ რა ხდება ამ შემთხვევაში. ეს ცოტა მაუთი გავუკეთოთ. კარგით, მოკლედ i გახდა ამ შემთხვევაში 5. ნუ left number-ი რა არის? left number-ი არის მეხუთე ინდექსზე მყოფი რიცხვი, ანუ 7. რა არის right number-ი? 9-ს გამოვაკლოთ 7, შესაბამისად 2. ეხლა უკვე ვამოწმებთ, წავაწყდით თუ არა right numbers, ანუ 2-ს, სანამ i-მდე მოვიდოდით. ანუ ვამოწმებთ hash map-ში და პასუხი არის კი, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აქ მეორე ინდექსს, როცა ჩვენ ნახულობდით, აქ ზუსტად შევხვდით 2-იანს. შესაბამისად, პასუხი იქნება კი, მაშინ რა ვშვებით? ვიღებთ, ანუ ეს პირველი if ხომ გვეუბნება, რომ ესეთი რიცხვი იყო, ანუ key-ს ამოწმებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ამ ასეთი რიცხვის ინდექსი, ხო? ეს ინდექსი არის შენახული dictionary-ის value-ში, შესაბამისად უნდა მივწვდეთ ამ dictionary-ის key-ს და დაგვიგნებს ის values. ამ შემთხვევაში, key-ს და values 2-ია, თუმცა სხვა შემთხვევაში ეს არ იქნებოდა, ხო? ვიღებთ მოკლედ ამ right number index, რაც იქნება 2 და left number index ვიცით, რაც იყო, ეს არის i და ვაბრუნებთ 2-ს და
i-ს, ანუ 25-ს, ხო? ნუ, აქ შეგვიძლია დავუბრუნოთ i და ეს right number index-ი, ან პირიქით, როგორც ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს რა მიმდევრობით დავუბრუნოთ, ხო? თქვენ შეიძლება შენიშნეთ, რომ პირველი ალგორითმი, რაც ჩვენ განვიხილეთ, იყო გაცილებით უფრო ნელი, ვიდრე მეორე ალგორითმი. ნელში იგულისხმება, რომ პირველ ალგორითმს სჭირდებოდა გაცილებით უფრო დიდი ოდენობის ოპერაციების განხორციელება პასუხის პოვნისათვის, ვიდრე მეორეს. ეს ნამდვილად ესეა და ამისთვის არსებობს სპეციალური მეთოდი ალგორითმების სისწრაფის შეფასებისათვის. ანუ, როგორც ვიცით, მოცემულ ამოცანას როგორც წესი აქვს რამდენიმე ამონახსნი, ხო? თქვათ, გვაქვს ამონახსნი A, B, C, ანუ რაღაც ალგორითმები, 3 თქვათ ალგორითმი, რომელიც მოცემულ ამოცანას ხსნის, ხო? ეხლა, ჩვენ გვჭირდება რაღაც მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეს ალგორითმები შევაფასოთ, ანუ რომელი აქედან უფრო სწრაფი, რომელს რა პლუსი აქვს, რომელს რა მინუსი აქვს. სწორედ ესეთი შეფასების მეთოდზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილში და ასევე ამ იგივე ვიდეო გაკვეთილში ჩვენ გავცემთ პასუხს მოცემული ამოცანის, ანუ lead code-ის პირველი ამოცანის follow-up შეკითხვას, რომელიც ჩვენ ამ გარჩევაში გამოვტოვეთ. ასე რომ, მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.